ახლა დარბაზიდან მოვდივარ, სავარჯიშოდ ვიყავი და მოკლედ ამის გაზიარება მინდოდა თქვენთვის. ამ კვირაში ავიღე ორადორი ტრეიდი, მხოლოდ ევროზე ვაჭრობ, როგორც იცით და როგორც მithქვამს. და მხოლოდ ორი ტრეიდი ავიღე. სულ რაღაც ორი აქტივობა იყო ჩემ მხრიდან საჭირო ამ კვირაში, იმისთვის რომ პროფიტზე გავსულიყავი. ეს პირველი ტრეიდია, რომელსაც ხედავთ ჩემს ფანდედზე. და მეორესაც გაჩვენებთ ახლა 5 წუთიან ჩარტზე. ეს იყო კიდევ ერთი ტრეიდი, რომელიც შევედი ტრეიდში და მალევე გამოვედი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სავაჭრო სტრატეგია დამოკიდებული არის დროზე და ფასის ადგილმდებარეობაზე თუ სად იმყოფება და როცა კი შევხედავ ხოლმე ჩემი სტრატეგიის საპირისპიროდ არის კონფირმები, იმ ტრეიდში რა თქმა უნდა არ შევდივარ. შესაბამისად, ეს ტრეიდში არ ჩავთვალე, ვინაიდან შესვლა და გამოსვლა იყო სულ რაღაც რამდენიმე წუთში გადაწყდა ამ ტრეიდის ამბავი. რაც შეეხება იმ მეორე ტრეიდს, რომელზეც თქვი, მეორე ტრეიდი გამოიყურება ასე. ეს ორი ტრეიდი გაჩვენეთ არა იმიტომ, რომ მან დოლარები გამეფლექსა ან რისკ-რევარდი გამეფლექსა, არამედ გაჩვენეთ იმიტომ, რომ მეჩვენებინა როგორ ადგილას შევედი ტრეიდში, რა მომენტში შევედი სავაჭროდ და მეჩვენებინა, რომ დისტრიბუციის მომენტში ვარ შესული, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუსტი მომენტი მაქვს დაჭერილი იმ დღეს სავაჭრო, სადაც დისტრიბუცია ხდებოდა. დავაკვირდით აი ამ მოძრაობას და როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ გამართლება, როდესაც შედიხარ პირველი აი ამ მოძრაობაში და მეორე აი აქ. თან კვირაში მხოლოდ ორჯერ როივაჭრებ და კონკრეტულად ამორჩეულ დღეებში რომ გააკეთებ ამას. ეს გეტყვით რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ გესმის ფასის ალგორითმი და შენი სტრატეგია, რომელითაც მუშაობ, გაქვს გატესტილი და იცი მისი მოქმედების წუთები, წამები და პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად იმუშავებ. შესაბამისად, მაღალ ალბათობიანი მდგომარეობა, როდესაც იყო, მაშინ შევედი ტრეიდში და შედეგი თქვენ თვითონაც ნახეთ.